მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემას წარმოადგენს 2026 წლის გაზაფხული, ის სიახლეები, ის ტენდენციები, რომელიც გელოდებათ 2026 წლის გაზაფხულს. რას გთავაზობთ, რას შემოგთავაზებთ ამ წლის გაზაფხული, რა ენერგიებში იქნებით ამ წლის გაზაფხულზე და ზოგადად როგორ წარიმართება 2026 წლის გაზაფხული თქვენთვის. ნახოთ, შევეკითხოთ ტაროს დასტას და ის გაგცემს შესაბამის პასუხებს ჩაშლილს ვარიანტებად. მექნება ტრადიციულად 3 ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. თქვენ შეგიძლიათ მანამდე მოიფიქროთ ვარიანტები, სანამ მე უშუალოდ დავმუხტავ ტაროს დასტას ცეცხლის სტიქით და ასევე ჰაერის სტიქით და წარმოვადგენ უკვე ვარიანტების სახით. მოდით ჯერ ამოვიყოთ სიგნიფიკატორები ვარიანტებისა და შემდგომ უკვე ჩავშალოთ ენერგიები ცალ-ცალკე ვარიანტების სახით. რა გელოდებათ 2026 წლის გაზაფხულზე? პირველი ვარიანტი, იმედია ჩანს ვარიანტი, კარტი. მეორე ვარიანტი, რა გელოდებათ 2026 წლის გაზაფხულზე და რა გელოდებათ 2026 წლის გაზაფხულზე მესამე ვარიანტის სახით. როგორც ხედავთ, წარმოდგენილია სულ 3 ვარიანტი, ეს არის სიგნიფიკატორები ვარიანტებისა. შემდგომ მე დავამატებ, რა თქმა უნდა, არკანებს, იმისთვის რომ უფრო ვრცელი და სრული სურათი დავინახოთ გაზაფხულის ტენდენციებთან დაკავშირებით. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის განკუთვნილი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ ინტუიციურად, რომელიც უფრო მოვა თქვენთან ახლოს და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი. ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ამჟამად გარკვეულ ისეთ ბუნდოვან სიტუაციაში იმყოფებით, არა გაქვთ მთლიანი სურათის აღქმა, თქვენი ცხოვრების მთლიანი სურათის აღქმა, არის გარკვეული კითხვის ნიშნები, გაქვთ გარკვეული შეკითხვები, კითხვები ზოგადად ცხოვრებასთან, ან კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებზეც თითქოს პასუხები არ არსებობს, ან ეს პასუხები არ გეძლევათ, თქვენს შეკითხვებზე პასუხებს ვერ იღებთ და შესაბამისად იმყოფებით ერთგვარ ქაოსურ ბუნდოვან მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, უჭირს კონკრეტული ცხოვრებისეული მიმართულების აღება, არის ერთგვარად შიშის მდგომარეობაში, იმიტომ რომ ზოგადად როცა ადამიანმა რაღაც არ იცის და რაღაცის შესახებ არ აქვს სრულფასოვანი ხედვა, ბუნებრივია არცოდნის მდგომარეობა აჩენს შიშის განცდას. ამიტომ შესაძლებელია თქვენი ცხოვრების მომავალს უყურებდეთ ერთგვარი შიშის პოზიციიდან, ბუნდოვანების პოზიციიდან, გაურკვევლობიდან და გქონდეთ განცდა, რომ არის გარკვეული თემები თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც არ არის გახსნილი, არ არის ბოლომდე დალაგებული, არის ქაოსი და არის შესაბამისად ბუნდოვანებაც. მოდით ვნახოთ, რას გთავაზობთ 2026 წლის გაზაფხული. გაიხსნება ეს თქვენი კვანძები, ასე ვთქვათ. მიიღებთ თქვენს შეკითხვებზე პასუხს. დიახ, ნამდვილად პასუხებს მიიღებთ. მომავალი გაცილებით იმაზე პოზიტიურია და იმაზე მეტ პოზიტივს გთავაზობთ გაზაფხული, ვიდრე თქვენ შესაძლებელია ახლა წარმოგიდგენიათ. ამაში შესაძლებელია დაგეხმაროთ თქვენი მეგობრები, თქვენი გარემოცვა, თქვენი უახლოესი წრე, ის ადამიანები, ვისაც თქვენს მეგობრად მიიჩნევთ, ან შესაძლებელია ჯერჯერობით ასეთი ადამიანი არავინ არ არის თქვენს გარშემო, მაგრამ უფრო ცოტა შორეულ პერსპექტივაში გამოჩნდება ადამიანი, ან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ასეთ მეგობრობას გაგიწევენ, ასეთ სინათლეს, იმედის და რწმენის შუქს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რას გთავაზობთ
გაზაფხული. კიდევ გვთავაზობთ იმას, რომ თქვენ გაძლიერდებით, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით არკანი ძალა ამოდის. ეს გაძლიერება რაში გამოიხატება და ზოგადად ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება, ეს რა თქმა უნდა თითოეულ თქვენგანის ინტერესებსა და მიზნებზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩანს მეტი სიძლიერე, მეტი თავდაჯერება, მეტად მართვის უნარი სიტუაციის. თუ ეხლა თითქოს თვალახვეული რაღაცა ხელისცეცებით მიუყვებით თქვენი ცხოვრების გზას და ბევრ რაღაცებზე პასუხები არ გაქვთ და ბევრ რაღაცაში ბუნდოვანება არსებობს თქვენს ცხოვრებაში, ამ წლის გაზაფხულზე ამ შეკითხვებზე პასუხებს მიიღებთ, გამოჩნდებიან უახლოესი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს გეტყვიან, გვერდში დაგიდგებიან გულწრფელად, მეგობრულად და არა რაღაცა სხვა, ვთქვათ, მერკანტილური მიზნებით, იმის იმედით, რომ რაღაცას გამოგრჩებიან და რაღაცას მიიღებენ თქვენგან. და ეს ვითარება, მდგომარეობის ესე შემოbrunება თქვენს საკეთილდღეოდ დაგვირგვინდება იმით, რომ თქვენ უფრო თავდაჯერებული და ძლიერი გახდებით. რაღაცა კონკურენციის თემაშიც შესაძლებელია თქვენ გაიმარჯვოთ. თქვენ გამოჩნდეთ როგორც ღირსეული, როგორც ლიდერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პირველ რიგში საკუთარი თავის, საკუთარი აგრესიის, ვნებების თუ ზოგადად საკუთარი ენერგიების მართვა და ადამიანს ესეთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც მართავს საკუთარ ემოციებს, მართავს თავის შინაგან ძალას, თუნდაც ეს აგრესია იყოს, ასეთ ადამიანს ყოველთვის შეუძლია მართოს სხვა ადამიანებიც. და კიდევ რას გთავაზობთ გაზაფხული, მოდით ვნახოთ. აქ უფრო რაღაცა ისეთი რომანტიული ნოტები ჩნდება, შესაძლებელია ეს იყოს ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, უფრო რაღაცა ემოციების თვალსაზრისით, უფრო ემოციების მხრივ, ეს შეიძლება იყოს ახალი სიყვარული, ახალი თაყვანისმცემელი, ან ადამიანი, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, ემპათიურად არის თქვენს მიმართ განწყობილი და აქვს გარკვეული რომანტიული გრძნობებიც. და მოდით ერთიც დავამატოთ შეჯამების სახით. ძალიან პოზიტიური გაშლა გამოვიდა, ჯამში ამოდის შეჯამების სახით რაღაცა საჩუქარი, ძღვენი, შანსის არკანი, მე ამ არკანს ვეძახი შანსის არკანს, ეს არის ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობა, ახალი ურთიერთობა, გაძლიერება, მეგობრების, გულწრფელი მეგობრების წრე, ახალი თაყვანისმცემელი და შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა ფულადი ბონუსიც, მატერიალური ბონუსი თქვენს ცხოვრებაში, ასე რომ ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, შემიძლია თამამად თქვა, რომ თქვენია ეს გაზაფხული თქვენთვის დადებითად ვითარდება, ყველა მხრივ ძლიერდებით და პოზიტიური ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისი ცოტა ისეთი საეჭვო და ბუნდოვანი იყო. და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. წლის უпростоრეთ სიგნიფიკატორი კონკრეტულად ამ დროისა, ხო? წლის ამ დროისა. ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, აქ უფრო რაღაცნაირი ისეთი ენერგიები ამოდის, უფრო არა გაფართოების და ზრდის, არამედ იმის შენარჩუნებისკენ ჩანს უფრო მიმართული თქვენი ყურადღების ენერგია, ან თქვენი მოცემულობა, თქვენი ამჟამინდელი სიტუაცია შეიძლება ასეთიც იყოს, რომ რაღაცა საზღვრებში ცდილობთ დარჩეთ და ის კონკრეტული ვითარება შეინარჩუნოთ, ან ის კონკრეტული საზღვრები დააფიქსიროთ, რაშიც იმყოფებით. რაც უკვე შექმნილია, რაც უკვე ვთქვათ აშენებულია, რაც უკვე თქვენ გეკუთვნით, რაც თქვენია და თქვენ სახელზე ფიქსირდება. ხომ აქ ჩანს, რომ ადამიანს შესაძლებელია ფინანსურად დიდად შეიძლება მთლად უფულოდაც არ იყოს, მაგრამ მაინც უწევს გარკვეული ეკონომიის გაწევა, თუ ეს მაინდა-მაინც ფინანსებს შეეხება. ყოველი, ასე ვთქვათ, ხარჯის ძალიან მკაცრად გაკონტროლება და ყოველთვის, ასე ვთქვათ, შემოსავლასა და გასავალს შორის ერთგვარი ბალანსის დაჭერის მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იმისა, რომ ეს ბალანსი შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ მაინდა-მაინც თქვენი შემოსავლები შესაძლებელია თქვენი ან ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობა მაინდა-მაინც ხელგაშლილად ცხოვრების შესაძლებლობას არ გაძლევდეთ. და მაინც ვნახოთ, რას გთავაზობთ მეორე ვარიანტს ამ წლის გაზაფხული. მოდით ვნახოთ 2026 წლის გაზაფხულის ზოგადი ენერგიები მეორე ვარიანტისთვის. თქვენ და გასაოცრად, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, ამ წლის გაზაფხულზე თითქოს რაღაცნაირად ლოგიკურად გაგრძელდა გაშლა, ამოდის პენტაკლების მეფე, ესეც უფრო ფინანსური
ენერგიების აღნიშნული არკანია, შესაძლებელია თავად თქვენი ენერგიის გამომხატველი იყოს, ანუ უფრო ჩანს გაძლიერება ფინანსურად, თითქოს თქვენი სწორი ინვესტიციით, თქვენი სწორი გათვლებით, სწორი ხედვებით გეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ გააფართოვოთ თქვენი ფინანსური ჰორიზონტები, უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ ამ წლის გაზაფხულზე და უფრო გაზარდოთ თქვენი ფინანსები, ვიდრე შესაძლებელია გაქვთ დღის მდგომარეობით, ასევე შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის ეს იყოს პარტნიორი, შესაძლებელია ეს იყოს საქმიანი პარტნიორი, შესაძლებელია ეს იყოს ოჯახური პარტნიორი, ხო, სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც ესე მკაფიოდ მყარად დგას ფინანსების სფეროში. ფეხზე და მას შეუძლია რომ თქვენ დახმარება გაგიწიოთ, დაგეხმაროთ, ანუ გამოგიწოდოთ დახმარების ხელი, ან გაგაძლიეროთ, ანუ დამატებითი რესურსი მოგაწოდოთ ფინანსების თემაში. და მაინც კიდევ რას სთავაზობს მეორე ვარიანტს ამ წლის გაზაფხული. აქ ცოტა ისეთი ბუნდოვანი ენერგიები ამოდის, ისევ გაურკვევლობა, ისევ რაღაცის ბოლომდე ვერ დანახვა, შესაძლებელია თქვენ გარკვეული ფინანსური შემოსავალი მიიღოთ, გაზარდოთ, მაგრამ სადღაც ეჭვები გაჩნდეს აი ამ ფინანსური შემოსავლების თვითონ წყაროებთან, პირველ წყაროსთან დაკავშირებით, თუ საიდან აქვს, თუ თქვენი პარტნიორი გთავაზობთ ამ ფინანსურ ზრდას, გაგიჩნდეთ კითხვები, თუ საიდან აქვს მას ეს ფინანსური წყაროები, ან თუ თქვენ ფინანსებს ეხება ეს ყველაფერი, მაშინ შესაძლებელია რომ ამ ფინანსების წარმომავლობის საკითხი დადგეს, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ. საიდან მოდის ეს ფინანსები, რა წყაროებიდან მოდის და აქ ძალიან ლოგიკურად ამოდის არკანის სამართლიანობა და ბარემ ერთსაც დავამატებ ერთ არკანს და თასების პაჟი. ნახეთ, ფინანსების ზრდის პოტენციალი ნამდვილად არის, მაგრამ აქ შესაძლებელია დადგეს საკითხი იმისა, თუ რამდენად გამართულია თქვენი საქმიანობა, რამდენად მოწესრიგებულია სამართლებრივად, დოკუმენტურად და ხომ არ წარმოადგენს ამ ფინანსების წყაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც აჩენს კითხვის ნიშნებს, სწორედ აი მის სამართლებრივ გამართულობასა და დოკუმენტურად გამართულობასთან დაკავშირებით. ხოლო თუ ეს უშუალოდ თქვენ საქმიანობას არ ეხება, მაგრამ ეხება თქვენი პარტნიორის საქმიანობას, მაშინ აქ შესაძლებელია დადგეს ძალიან ისეთი სკრუპულოზური მიდგომა, მოწესრიგება ყველაფრის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ გარკვეულ სამართლებრივ ორგანოებს არ გაუჩნდეთ შეკითხვები აი ამ ვთქვათ, საქმიანობასთან მიმართებაში და კიდევ ერთი, თუ ეს კონკრეტულად არ ეხება იურიდიულ დოკუმენტაციას, ასევე აქ შეიძლება დადგეს პარტნიორობის საკითხი, კერძოდ თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც აქ საუბარი იყოს სასიყვარულო პარტნიორზე, შესაძლებელია საქმიანი პარტნიორიც მოიაზრებოდეს ამ გაშლაში. თუ თქვენი საქმიანობის სფერო, თქვენი ფინანსები, ზოგადად ან თქვენი საქმიანობა ხო, რომელიც წარმოადგენს თქვენს ფინანსურ წყაროს დგას პარტნიორობაზე, მაშინ აუცილებელია რომ ეს პარტნიორობა მკაცრად დაიწეროს პუნქტობრივად, შეიძლება ეს მოხდეს სიტყვიერი შეთანხმების სახით, ან წერილობით გაფორმდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თავარია რომ აქ პარტნიორობის საკითხი უნდა იყოს ძალიან მკაცრად რეგულირებული და მოწესრიგებული, ბალანსირებული თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, იმიტომ რომ შეიძლება ბალანსის რღვევა დაგაზარალოთ, თქვენ გაცილებით ვთქვათ, მეტი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ, ვიდრე თქვენს პარტნიორს და თქვენ უფრო მეტად გაიხარჯოთ ამ შემთხვევაში, ამ წლის გაზაფხულზე საუბარი და ამან ერთგვარ ენერგეტიკულ მინუსში დაგტოვოთ, ხო? ან უკმაყოფილების განცდა გააჩინოს, რომ მე რატომ გავაკეთო ამდენი, როდესაც ვთქვათ, შემოსავალი იყოფა თანაბრად. და როგორც აღვნიშნე, ეს საკითხი შეიძლება დადგეს საჭიროება იმისა, რომ ეს ყველაფერი მოაწესრიგოთ, ან სიტყვიერად შეთანხმდეთ და მკაცრად გაწეროთ, ვის რა პასუხისმგებლობები ეკისრება და როგორ, ასე ვთქვათ, ხდება ამ ბალანსის დაცვა პასუხისმგებლობებსა და შემოსავლების განაწილებას შორის, ან როგორც აღვნიშნე, თუ რაიმე ისეთ საქმიანობას ახორციელებთ, რაც არ გაქვთ ბოლომდე მოწესრიგებული სამართლებრივად დოკუმენტურად ამის აუცილებლობაც დადგეს, იმიტომ რომ შესაძლებელია გარკვეული კითხვის ნიშნები გაუჩნდეთ
სახელმწიფო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ თქვენს საქმიანობასთან მიმართებაში და რაც მთავარია, ბოლოში ამოსული არკანი გვესაუბრება, რომ ამ შემთხვევაში რაღაცა გაშლა მისე წაიყვანა იქითკენ ენერგეტიკა, რომ ესეთი რაღაცა მეოცნებეობა, დამწყების ენერგეტიკაში გადასვლა, ხომ, როდესაც ადამიანი რაღაცას იწყებს და ოცნებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შესაძლებელია არც თუ ისე სასიკეთო შედეგები მოგიტანოთ ამ წლის გაზაფხულზე, საჭიროა მეტი პრაგმატიზმი, მეტი ბალანსი, მეტი გაწერა ყველაფრისა, წესებისა, თუნდაც ეს უბრალოდ სხვა პარტნიორობას ეხებოდეს და მაინდა-მაინც ფინანსურ თემებს არ ეხებოდეს, აუცილებელია, ვთქვათ, მეტი გამჭვირვალეობის, მეტი სინათლის შემოტანა თქვენს პარტნიორულ თემებში და ნაკლები, ასე ვთქვათ, რომანტიზმი, ნაკლები ვარდისფერი სათვალე, ასე ვთქვათ, მოიხსენიო გეუბნებათ ტარო, იმიტომ რომ ეხლა პენტაკლების მეფის ენერგიებიდან თასების პაჟის ენერგიებში გადასვლა ამ შემთხვევაში ასე ენერგეტიკულად ქვემოთ ჩასვლაზე მიუთითებს, რაღაცნაირად პროგრესზე მეტად უფრო რეგრესზე მიუთითებს, ამიტომ ეცადეთ რომ იყოთ მეტად გულწრფელი, მეტად გახსნილი და მეტად მომთხოვნიც ნებისმიერ ურთიერთობაში, რა ურთიერთობაც არ უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ აქ ამოდის არკანი სამართლიანობა და სწორედ ეს არკანი მესაუბრება იმაზე, რომ ამ წლის გაზაფხულზე თქვენთვის მეორე ვარიანტისთვის უფრო აქტიური იქნება პარტნიორობის თემა და შესაძლებელია ეს პარტნიორობა შეეხებოდეს დიდწილად უფრო ალბათ საქმიან პარტნიორულ ფინანსურ ურთიერთობებს, მაგრამ შესაძლებელია ეს შეეხოს რომანტიკულ ურთიერთობებსაც, სადაც ტარო გესაუბრებათ, რომ უფრო პრაგმატული ენერგიების შემოტანა, მიწიერი ენერგიების შემოტანა უფრო მეტად გაწყობთ, ასე ბჭყალებში რომ ჩავსვა ეს სიტყვა, ვიდრე ვთქვათ, ვარდისფერი სათვალის მორგება თვალებზე და ესე ოცნების კოშკების აგება, რომელიც მხოლოდ რაღაცა იმედგაცრუებამდე მიდიყვათ. აი ესეთი გახდათ მეორე ვარიანტი, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, ჩემო მეგობრებო, ამ ვარიანტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თქვენი შთაბეჭდილებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვკითხულობ კომენტარებს. და მოდით ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ამოდის რაღაცნაირად ისეთი გაჩერებული მდგომარეობა, ან ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფება, ხო? მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ აძლევს წინსვლის შესაძლებლობას, რაღაცნაირად მსხვერპლის პოზიციაში შესაძლებელია გრძნობდეთ თავს, ახლა ვინც აერჩეთ მესამე ვარიანტი, რაღაცა თითქოს უფრო მეტად რაღაცაში უფრო მეტად თქვენ ჩადეთ რესურსი, თქვენ ჩადეთ ენერგია, თქვენ უფრო მეტად გაიხარჯეთ, მაგრამ რაღაცნაირად არ მოგეცათ აი ამ კონკრეტული თემის, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს ენერგიები ამ არკანისა, განვითარების შესაძლებლობა არ მოგეცათ და პირიქით ვთქვათ რაღაცნაირად ენერგეტიკულ ჩიხში შეხვედით, საიდანაც ამ ეტაპზე შესაძლებელია ვერ ხედავდეთ გამოსავალს. და მოდით ვნახოთ ამ წლის გაზაფხულზე თუ მოხდება აი ამ რაღაცნაირად გაჩერებული, დაპაუზებული მდგომარეობიდან გამოსვლა. საინტერესოა. ამ წლის გაზაფხულზე როგორ განვითარდება მოვლენები. მოვლენები რადიკალურად შეიცვლება, თუ ეხლა ვთქვათ გრძნობთ თავს მსხვერპლად, ან წაგებულად, ან დამარცხებულად, ან რაღაცა ისეთ მძიმე ენერგეტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილად, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და საერთოდ განსხვავებულად წარიმართება მოვლენები ამ წლის გაზაფხულზე, საერთოდ გაზაფხულს ისედაც ახასიათებს რადიკალური მოულოდნელი მყისიერი ცვლილებები ცხოვრებაში. და ზუსტად თქვენთვის მესამე ვარიანტისთვის ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება ამ წლის გაზაფხულზე. რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდებით, ვიდრე ხართ დღეის მდგომარეობით. რაღაცა კონკრეტული არჩევანის თემატიკა დადგება თქვენს ცხოვრებაში, აქ სიყვარულის და არჩევანის თემა ამოდის, გულისა და გონების თემა ამოდის, თითქოს რაღაცა არჩევანი უნდა გააკეთოთ, ეს რთული არჩევანია, არ არის მარტივი გადასაწყვეტი თემა, რთული არჩევანია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გადაწყვიტოთ გულისა და გონების ერთობით. თუ თქვენ ორად გაიხლიჩებით და გონება ერთს გეტყვით და გული მეორეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ცდარი
ნაბიჯი გადადგათ, მცდარი გადაწყვეტილება მიიღოთ, რასაც შემდგომ წლებში, ცხოვრების შემდგომ პერიოდებში ძალიან ინანებთ. ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად ჩაუკვირდეთ თქვენს შინაგან სამყაროს, თქვენს შინაგან მეს და კარგად გაანალიზოთ, თუ რა გსურთ სინამდვილეში, საიდკენ მიგიწევთ გული და შესაბამისად გადაწყვეტილებაც ისე მიიღოთ. და მაინც ამ წლის გაზაფხულზე კიდევ რას გთავაზობთ ამ წლის გაზაფხული, კიდევ ერთი არკანიც ამოვიღოთ. ამ წლის გაზაფხულზე შესაძლებელია რაღაცა კონკურენციის თემაში ჩაერთოთ, ან გამოგიჩნდნენ ისეთი მოშურნეები, კონკურენტები, მტრები პირობითად, მაგრამ ეს მტრები არ არიან ისეთი ძლიერები, რომლებიც შეძლებენ თქვენი ენერგეტიკული ველის, თქვენი დამცავი ენერგეტიკული საფარის, ასე ვთქვათ, გარღვევას და თქვენი თქვათ შინაგანი სამყაროს, თქვენი სიმშვიდის, თქვენი ცხოვრების შერყევას. რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს მათი მოგერიება თქვენგან, ნამდვილად. ისე არ არის, რომ ყველაფერი ესა ხელის გულზე გადაშლილი მოგეცემათ ამ წლის გაზაფხულზე, ამისთვის გარკვეული ბრძოლა მოგიწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაძლევადია თქვენის მხრიდან, თქვენ იმხელა შინაგან რესურსს, იმხელა შინაგან ცეცხლს ფლობთ. და სწორედ ბოლო არკანი მესაუბრება იმაზე, რომ რაღაცა კონკრეტული ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი პოტენციალი გაგაჩნიათ. ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობა, ძალიან ცეცხლოვანი ურთიერთობა, ან ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, ან ახალი იდეა, რომელიც შთაგონების ცეცხლით აგანთებთ და შემდგომ პერიოდში დაიწყებთ ამ იდეის რეალიზებას და ამაში ჩადებთ უკვე თქვენს ენერგო რესურსს, მაგრამ ჯამში საბოლოოდ ამ წლის გაზაფხულის თემა რომ შევაჯამოთ, თქვენი მდგომარეობა ერთგვარი გაჩერებული სტაგნირებული მდგომარეობა იცვლება რადიკალურად და მყისიერად, რაღაცა მოულოდნელად შემოტრიალდება თქვენს ცხოვრებაში, აი ბედის შემოbrunებას რო ეწახიან, აი ასეთი რაღაც მოხდება. და არჩევანის თემატიკა წამოვაწინა პლანზე, შემდგომ ამ არჩევანს გააკეთებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა გზის გაგრძელება და შემდგომ უკვე გარკვეული ბრძოლების შემდგომ და მტრების პირობითად დამარცხების შემდგომ რაღაცა ახალი ეტაპი, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში, ახალი ციკლი, ახალი შანსების, შესაძლებლობების, სიყვარულის, მოგზაურობის, ან თუნდაც იდეებისა, რომლის ხორჩესქმაც უკვე მოგიწევთ თქვენი ცხოვრების მომდევნო წლებში, მომდევნო პერიოდებში. აი ესეთი გახლდათ მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ვარიანტები ამოვიდა, მინდა ვთქვა. დამიწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი ინსაიტები, თქვენი ხედვები, მე ყოველთვის ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი უკავშირი. ასევე დამიწერეთ რა თემაზე ისურვებდით შემდგომ გაშლებს, მე ასევე რა თქმა უნდა ვითვალისწინებ ჩემი მსმენელების აზრებსა და სურვილებს, იმიტომ რომ თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, თქვენთვის კეთდება ეს გაშლები, რა თქმა უნდა. თქვენი ენერგეტიკული, თქვენი ინფორმაციული გაძლიერებისთვის, ამიტომ უკავშირისთვის, ენერგობალანსისთვის, ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ, დამიწეროთ კომენტარები, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო გაშლები. ეხლა კიდე აგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.